საქართველოს პირველი არხი წარმოგიდგენთ. თუ არ დავეკო. დილამშვიდობის. ეს კი 2 საათია ვფიქრობ, დავრეკო თუ არ დავრეკო. დავრეკო თუ არ დავრეკო. თან ამბავი მაინტერესებს როგორ არიან და თან მეცოდებიან არ მინდა რომ გავაღვიძო. ბოლოს როდის ველაპარაკე? მეგონი 3-ზე. ხო, ძინავთ სავარაუდოდ. ერთი სიტყვა მაინც მოეწეროთ, ხო დავამშვიდდებოდი. ხა ელოდე, აბა როდის გაიღვიძებენ. ნეტა მარია მაინც მოვიდეს დღეს კარგხესიაძე. აი, ისეთ კარგხესიაძე რა. ნახევარი დღე რომ მომწეს. რა უნდა ეხა? რაღაც იქნება ავტობუსი ან მარშრუტკა, უბრალოდ სამარშრუტო ტაქსი. 2 საათში იქ ვარ. აი მე როგორ ჩავახუტებოდი. მაგრამ არაფერს არ ვეტყოდი. იმიტომ ჯერ ერთი არ ვიცი, გამიშვებენ თუ არა და მეორეც აი როგორც თვითონ დამიმალეს ყველაფერი, აი მეც ისე დავუმალო. ანუ სიურპრიზ მოვეწყე. აი მე სულ დამავიწყდა. მანანა მთხოვა გუშინ, რაღაცა კაბა მომაძებნინეო. რაღა მაინც დღეს მოუნდა რაღაც აი ესეთი კაბის ჩაცმა, რომელიც არის 3 წელი არც მიავიდა. არ ვიცი სად უნდა ვეძებო, ან საერთოდ ის კაბაც არ მახსოვს როგორი. ესე იგი უნდა ავდგე, წავიდე, სადღაც იქ, არ ვიცი რომ სად და მოვძებნო ის, რაღაც, არ ვიცი რა უნდა. აი ესე. წავედი მოკლედ. მაკა, შენ დამიეყავა? არა დედა, კაბებს ვეძებდი. რაიმე ვერ იპოვე ხო? ჩემი სიკვდილი რა საწავიღე კაბას სად, ხა? სანახავს მოიკლო, პასუხს დაელოდა ხოლმე დედა. დედა რა გოგო ხარ? ეს საერთოდ აღარ მახსოვდა, მაკა სად იპოვე? რაიმე ძალიან გამასუქე. არა დედა, პირიქით გახალისებს. ხო. იცი რა მინდა? ერთი კაი ფოტო უნდა გადავიღო საცხობში და Facebook-ზე დავდო. ეს ჩემი ხრონციკლასელები წარამარა რაღაც ფოტოებს დებენ და მე მაგაზე ნაკლები რითი ვარ. უნდა დადო დედა, რატო არ უნდა დადო? შეგეჩქარება, უცებ ჩავიცმებ რა და შემხედავდი. აუ კი. მეჩქარება. ჯერ ერთი არ მინდა რომ დამაგვიანდეს სამსახურში და მერეც მინდა რომ გავეთავისუფლო, ბორჯომში მინდა წასვლა დღეს. რატო დედა რა ხდება? არაფერი დედა მომენატრნენ და ვიფიქრე სიურპრიზს გავუკეთებთ. აი მე კი მომკალი მაკარა. რა არ ვიფიქრე ახლა ერთ წამში. როგორ უნდა ხوار დაემართათ, რამე მხوار უკბინათ მეთქი. რას უნდა ეკბინა დედა? მოი მაგალითად ბზიკს. შეკიდე რაღაცნაირი ლაპარაკი იცი რა, მიკიბულ მოკიბული. თქვი რა პირდაპირ რა, რომ ბავშვები მომენატრნენ და ბორჯომში მინდა ჩასვლა. ზუსტად ეგრე თქვი. აბა მე ვერ გავიგე? შეიძლება. წადი დედა, წადი ხო, შენ ცოტას განიავდები რა. ვინ გიშლის? მარიამ თუ არ დამიშავა. მაგ მარიას გადაეცი მან და მომიყვანოს რა. მაგრამ არ მგონია დამიშავოს. ხო და იღავი შაბათ-კვირა შენ ქმარშულთან ერთად და მე ერთად წამოდი აღარ დატოვო ისინი. გამოხუნდა ეს სახლი მაგათ გარეშე რა. გრემიზა. ავთ. გააწყალა მაკა სამსახურმა. აი მე ჯარის წერია. კიდევ კარგი ამ каранტინში მაგანაც არ დაკარგა სამსახური. იცი რამდენი ადამიანი ჩაუმუშევარი. ხო, ჩემთან ნახევარი ოფისი დაითხოვეს. აი მე კარგით ხო ბოდიში. რა კარგია გოგოებო, მაკა ჩვენთან ერთად რომ არ არის და დამის მუდო თანამშრომლებთან ატარებს დღეს. რა კარგია, რა კარგია. ტყუილად იცი ნინათი. დღეს ვერ მოვახერხე შენ დიეტოლოგთან მისვლა. ხო და ხვალ მივა და ნახავერთ ისად დადიხარ. აი მე გაახარებს ღმერთი. 2 დღეში კილო ნახევარი დავიკელი.
ну საბოლოოდ 15 კილოზე შევთანხმდით. რამდენ ხანში? აი ეგ სიურპრიზია. ჯერ მიდიხო ყველაფერზე ელაპარაკე გარდა იმისა, რაც მეკთხოვე. მეთხოვე? თითა თქვას? ლევანის მეგობარზე მთხოვა რაღაც კითხა. მე რა ხეირო მოყოლა იცი სამან რა მე მოგიყვები. ავეჯი რომ მქონდა გადასატანი ხო გახსოვს? ხო, ტახტი. ხო. მოკლედ მამობძანდა ლევანი თვითონ ვერ მოერია რა თქმა უნდა. დაურეკა თავის მეგობარ ანდროს. ანდრო მოვიდა. მაგრამ რა მოვიდა? რა მოვიდა? აიმე. აი ჯონი დეპი და ბრედ პიტი და ხავიერ ბარდემი იყვნენ ერთად. წარმოგიდგენია? ვერა. ხო და აი რო ვერ წარმოიდგენათია ისეთი იყო. აიმე ძალიან მაგარი ბიჭია რა. და ვიცნობდი თურმე აქამდე. არც მახსოვდა. სკოლის ძველი ჩემი მეგობარი ყოფილა. ხო და ეხლა ელენეს ვეუბნები რომ ლევანისგან გაიგე რა თქვა ჩემზე ანდრომ. თქო და არ მეუბნება. კაი უთხარი. მე არაფერი არ უთქვამსო ლევანმა და რა ვუთხრა ნათია? საერთოდ არაფერიო? არაო. გოგო. იქნებ მოერიდა? მე მეც ეგ ვიფიქრე. აბა ეხლა როგორ არის თყოდა რამეს კაი რა. უფ, კაი ბიჭია. კაი, ეხლა ეგეთიც არ არის დასო. მე ლევანის გარდა ვერავის აღარ ხედავს უკვე. არა, ლევანი ჯობია. დიახაც. ნორმალური ხარ შენ? აი მე ვამანა შენ რა გითხარი შემაშინე. არაფერი ეთყობა შენ შეშინებულის. რამდენჯერ გითხარი, კაცო, ნუ მოდიხარ ამ დილაუთენია, დაისვენე, ნუ. ახლა მოვედი კაი დასვენებული. არა, უნდა ჩამოგართვა ეგ გასაღები შენ, რომ ჩემზე ადრე აქ ვერ შემოხვიდე. კაი გოგო, რა გჭირს რა. მაგის მეტი სანერვიულო არ მოგწეს ღმერთმა. რა დავუწყრები, გავჩერდები, აბა რას ვიზამ? ხო და გაჩერდი, ეხლა და დაისვენე, წამოდი ისეთი ლეღვის მურაბა მოვიტანე. დედათა როგორ მიყვას ლეღვის მურაბა? შარშან მაინც რაღაცა სასწაული გამომივიდა. ისეთი ლეღვი მოიტანა ზაზამ თაფლი. ან რაფერია აქვს? და დაჯექი ეხა და გასინჯე. მამანა, რა ვიფიქრე იცი? შენ თუ წინააღმდეგი არ იქნები. იქნებ ორ-ორი პორცია გაგვეკეთებინა ხოლმე, მოგვეზილა ეს ცომია. ერთი შეკვეთებისთვის და მეორე ისე ხალხისთვის. რა გაშენა ღმერთმა? წინააღმდეგი კი არა, მაგას ვითვლიდი ეხლა გზაში რომ მოვდიოდი. ესე იგი, 10 ხაჭაპური და 30 ცალი ღვეზელი მარტო შეკვეთა გვაქვს. ხო და ჩათვალე გაფრინდა ერთი პორცია. ხალხს ისე ხო არ დავტოვებთ? არა, კაცო, რას ამბობ, ხალხი ისეთი მოჩვეული მყავს უხაჭაპუროთ როგორ დავტოვებ. ხო და მომეცი ახლა უფლება ავდგე და დავიწყო ცომის მოზელვა. კარგი, მაგრამ ჯერ ყავა დავლიოთ, ცოტა ხანი დავისვენე. კაი. ის რა არის? სად არის მარია ამდენ ხანს რა? მაინც და დღეს იგვიანებს. რა იყო, მაგრამ მოგენატრა? იქნება სადმე აურის გამწმენდთან. თუ არის დაბნელება ყოფილი ამ დღეებში და ხო იცი, ეგეც აბინძურებს თურმე აურას. თქვენ რა იცით? რა ვიცი, მეზობელი სიმხდა დამჩხავალ თავზე დილიდან, თუ არის დაბნელება, თავი მდგივაო. ისე თავი მეც მткиვა, ხო იცი? მარია რა გინდა? ბორჯომში მინდა წასვლა. საზა და ბავშვები არიან იქ და ვიფიქრე შაბათკვირით ჩავალ თქო. რა კაია ბორჯომში. წადი მერე. მარიას ვეტყვი, რომ მედიტაციისთვის არის წასული თქო და გაავხარდება. არა, ეგრე არ მინდა. დაველოდები. ჩემზე თუ ხარი რა, ტვინის გასანიებად არის წასული თქო. შენ სადღა მიდიხარ, ვადა? ა? მივდივარ, რა ვიცი მე მივდივარ. ბიცოლა გარდამეცვალა იმ ახალ ციხეში და. აბა კი უნდა წახვიდე. აია წახვიდე. ამ სიცხეში ავტობუსით და მარშრუტი ჯარჯარი მეზარება და მანქანას კიდე იმდენი ბენზინი უნდა რა ვიცი. ჩემი მანქანა ზაზას ყავს და მე თვითონაც ტრანსპორტით მივდივარ, თორე გაგიყოლებდით ბატონო ვანო. დაცი ვანოს გაყევი. შენ ბენზინი ჩაუსხიდა. არა, რას ამბობ? რას ამბობ და ჭკვიანურს. მართლა გამიყოლებთ ბორჯომამდე. ეს შენ ბენზინი ჩაასხია, თუ გინდა იმას ჩაგემარაქვია, ახალ ციხეში, კაი კელეხიცია მაგ. მე რო არ ყავდეთ რა გეშველებოდათ რა. ხმართ დავიფაროს ამ რას ამბობ. რას ქვია შენ არ ყავდე? ძალიან კარგი.
ცოტა ხანი არ წახვიდე, რამე დაიწუხი. საქმე მაქვს. მეორე ბავშვს მოიფიქრე რამე? არა, ყველაფერზე გლიცინი შეიძლება, ლევან. ტასოზე უნდა გელაპარაკო. აუ, აღარ შემიძლია ის ტასო დილიშვიცი საათიდან მაგაზე ვსაუბრობ. არ უთქვამთ ბიჭს არაფერი და რა გავაკეთო? არ ვიცი, რამე. აი რა რამე? რამე უნდა ქნათ, შეხვდი და ელაპარაკე, უთხარი ძალიან მაგარი გოგოა ტასო თქვა. მზითები აქვს? აუ, კარგი რა. რა კარგი რა, მაჭაღლობისთვის მავზადებ და მე არ უნდა ვიცოდე, რომ შენ დაქალ ტასოს აქვს თუ არა მზითები. აი, ყველაფერზე გადაობა შეიძლება, ლევან. ყველაფერზე წაღადაობა. კაი, რა არის საღადაო, ის გოგო როგორ იტანჯება? და როგორი ტანჯვა იცის ტასო, ალბათ მთელი დღე სალონში არ ყოფილა მარტო ეულად არის სახლში. მოდი მოვიტაცოთ ანდრო. აუ, კარგი რა, ეხლა მართლა რა. კაი, ხო, მითხარე რა ვქნა. არ ვიცი. კაცები უნდა ფიქრობდეთ ეგეთ რაღაცეებს. რაზე? ჩემ ცოლის დაქალმა როგორ მოხიბლოძა შეაბას ჩემი ბავშვობის მეგობარი? შეაბას ცუდი სიტყვა. აი, როგორ გაებრანჭოს, თავი როგორ მოაწონოს. სადარმაზოში რო დახვდეს მისამართს ვიტყვი. კაი, წადი რა, სადაც მიდიოდი ლევან და ტასო თვითონ მოიფიქრებს რა უნდა ქნას. ხო, ტასო ისეთი ყოჩაღია, თვითონ მოიფიქრებს რა უნდა ქნას. დიახაც. მაკოცე და წავედი. ჯერ ანდრო და მე კოცნა. ამა ტასო თვითონ მოიფიქრებსო? კაი, ეგ გაბრაზებულზე გითხრა. გული რომ ატკინა, ხო? მასპინძელო! ნინი! სანდრო! ზაზა! ნინი! ოდეთ არ არსებობს როგორ მომენა. მეც მომენატრე ჩემო პატარა, იმიტომ გამოვხანდი. დე, ძალიან გტკივა? არა, ისე. კაი გოგო ხარ? სად არის მამა დე? მამა, სანდრო, ნახეთ ვინ ჩამოვიდა? რა არის? რა ზემო? აი ყველაფერი ძალიან გამიხარდა და იმიტომ შეკვდი ესე. აი. არ დაიწოვებით რა. სად არის სანდრო? წინავს. რა მაგარი რამე ყოფილა ეს ალერგიის სამალი, ესე იგი სადაც დავსვამ იქ იწინებს. სხვა დროსაც ვცადოთ ძალიან ადვილი მოსავლელია. ურა კაია, მთელი დღე მომიქნება აიყად. შიერს წინავს ბავშვს? და ჩვენ რომ გვიძავს, შენ გონია ნაჭამები ვართ? მამა, დილის ხო ვჭამეთ ყველი და პუჟი? ზაზა, დილის მერე არ გიჭამიათ? კაი, წამოდით, გაჭმევთ რამეს, წამოდით. უდედა ძალიან მომენა. მეც. აუ, მე ჩაგეხუტები რა. მოი. მოდი გენაცვალე, მოდი, უგეშინია. ვის ელაპარაკები, გოგო, აქეთ მოდის ვინმე? ეგრე მეგონა და არც გამოუხედავ საფრთხეს. რა გჭირს გოგო დღეს, ჰა? ჯანდაბა რა ისე ვარ, ეხა დანარო დამარცხა სიცხლე არ გამომივა. კაი, მანანა, კაი, მეც კი ნერვიულობ, მაგრამ ნამეტანი ნუიკლავ თავს. ამ შეკვეთებს მაინც ხო წაიღებენ. რაღა დრო შეკვეთაა, დარო, რაღა დრო შეკვეთაა, შეხედე რომელი საათია. ერთი 12-ზე უნდა მოთრეულიყო და მეორე 2-ზე. დედა ჩემი სიკვდილი. რა დრო გასულა? მე ვფიქრი ამ გამომცხარს მაინც წაიღებენ თქო. აბა. კაი, მანანა რაღაცა იქნება. ასე არ გაგვწირავს ღმერთი. განწირულები და დაღუპულები არა ვართ. ერთი ხაჭაპური არ გამიყიდია დღეს. 1-2 კი გავყიდეთ, მაგრამ რას უშველის ეგ ჩვენ საქმეს? არა, მაინც ვინდა გვადგა თვალია. ხო და დაეფსოთ ეგ თვალები. მართალია ნანა, ძალიან შურიანი ხალხი ცხოვრობს აქ. ჯანდაბა მაგათ. არა, მაინც ვის უნდა შეშურებოდა ჩვენი ოფლით ნაშოვნი ფულია? სულ მილიონერები ცხოვრობენ აქ. აბა. მოგძანდი შვილო, გენაცვალე, ხაჭაპურიც ცხელი გვაქვს და კარტოფილის ღვეზელებიც. არა, მადლობა. აბა ლობიანი გინდა და მაინც? არა, ღოღობერძები რომელსაც დარბაზებში ცხოვრობენ, ხო არც თამის საკითხავად მოვედი. მეორეში შვილო, მეორეში. მადლობა. სტუმრად თუ მიდიოდი შენ მამაცხონებულო, ერთი ხაჭაპური გაგეყოლებინა. ან მზიასთან მიდის. აი მე ყველას ხელებში უყურებს ვინ რას მიუთავს.
მე რამაცინებს მესაწოდავს რამაცინებს. რა ჭირს გოგო ამ ხალხს? ომი ხო არ დაიწყო? არა, არ გჭირდება მეორე ომი. რადიო უნდა დავდგა, რადიო. აუ, ძალიან კაი ჰაერი აქვს. შენ კიდე რა კარგი ხარ, რო ჩამოხვედი. მანანას გავხარა, წეღარ მითხარი. რა, თქო მომენატრა და ყველა ადამიანში მანანას ვეძებ. რას მიყურებ, გონია ხუმრო? არ გაგიგია? ყველა ადამიანს თავისი მახრჩობელა ენატრებაო. კაი ახლა. არა, მახრჩობელა აუცილებელი კი არ არის გველი იყოს. მახრჩობელა შეიძლება იყოს თოკი. მომაწოდე რა. აკა, მე მგონი შენი ტელეფონი ისმინება. აუ, ძალიან კაი ვერსი ხარ. ხოდე. ხოდე და მირეკავდი შენ მოგიკვდა დედაში. ხო, მოკითხვა მინდოდა. გულმა გიგრძნო ხო? კარგად ხარ და? კაცი თქვენ უნდა იყოთ კარგად. რა ხდება, ცუდად ხარ? რა ვიცი, ამას აღარ ქვია, მაკა ცუდად ფაქტიურად მკვდარი ვარ უკვე. რატო? წნევა გაქვს მაღალი? არ ვიცი, თავიდან ვერ გავიზომე ჩემით და ეხლა 180 მაქვს 100-ზე. ვაიმე, ძალიან მაღალია. გამოიძახე რა სასტრაფო, გამოიძახე? არა. და გამოიძახე, გაგიკეთებენ წნევის დამწევს და კარგად გახდები. არ მინდა ბატონო სასტრაფო, მოვლენ და მომიტანენ კორონას. და სახში მირჩენია ჩემს სახში სიკვდილი წნევით ვიდრე რეანიმაციაში დახრჩობას. რატო იცი ესე გაჯიუტება დედა? რაღა შენთან მოვა კორონიანი ექიმი. მაკა, ყოჩახ რა. გეუბნები ვკვდები მეთქი და შენ კიდე მეჭუბები. ყოჩახ. აი მე რა გავაკეთო? ხო, მაკა. ტასო რა შვები? აი მე ნერვები მაქვს ისე მოშლილი, ჩემ ახალ ფეხსაც მას ხუსლი მოვტეხე. ტასო რაღაც რა გთხოვო? რა გჭირს რა ხმა გაქვს? დედა ჩემი არის ცუდად მაღალი წნევა აქვს, სასტრაფოს არ იძახებს, ეშინია კორონა არ მომიტანონო და მე ზაზა და ბავშვები ბორჯომში ვართ და შეგიძლია რომ მიხვიდე? ვაი მე აგრას ვიზა, მივდივარ ეხლავე. ეხლა ვფიქრობ რა ჩავიცვა ისეთი თეთრ ხალათს რო გავდეს. კაი ხულცებს შემაშინდა რაღაც სისხლები ხოდა. კაი, ოქრო ხარ ტასო, გეხოცები რომ მიხვალ დამირეკე, კაი? თუ კიდე იქიდან ვიდეო ქალი ჩაგერთვები, გინდა? კაი. July 4th, 2017, we uploaded the photo containing the virus. By 13:01, we lost contact. ჩამოიღო ვიღაცა კარგი. აბას ხარ მოხდე რა. გამოფხიზ. მეკავა. არა, ქათმები რო ხარ და 9 საათზე რო იძინებთ, ვიცი, მაგრამ ტელეფონს რატო არის? კამერო მაბოდიავთ ვარკიტო, ხო? საჩიდობა. არა. გახდე. მაკამ დამირეკა ბორჯომიდან მანანას წნევა აქვს და გეხვეწები მიდიო. რა ვიცი, ეხლა იქ მარტო რა უნდა ვაკეთო? თან ცოტა მეშინია მოხუცი ცუდად ყოფი ქალების სიმართლე რო გითხრათ. არა, მე ვიცი, ჩავიცი. მე წაკითხავ. მიდი ეხლა დროზე, მიდი, მარტოა ის ქალი იქ. დროზე. აუ მანამდე და იყოს რა, ერთხელ კიდევ გაგიზომოთ და მე შეინახეთ. არ მინდა ელენე რა, 5 წუთის წინ არ გამიზომა ტასო. დაანები, შენ კიდე ასეთი აქვს 70-ზე. ხო გითხარი. ჩიტივით აბარ. მაინც ეხლა ნუ გაფრინდებით მანამდე და. კარგი რა, რამ დაგაფეთათ ჩვილო რა. მიწაზე რო არ მადგმევინებთ ფეხს. ქალბატონო მანანა, ზაზამ დაგვიბარა, სანამ მე არ ჩამოვალ, ჩემს საყვარელ სიდეც მიმიხილეთ. ამიტომ მაგას რა უთხარი. მანამდე და თუ რამე დაგჭირდეთ, მითხარით და მე მოვიტან. უთხარით რა, მანამდე და უთხარით გეხვეწებით. ხო იცით როგორი ბეჯითია, უყვარს შრომა, უთხარით რა. ეს არის ოქრო გოგო. ეხლა იცით რა ბავშვებო? კარგი შავი ღვინო მაქვს და ჩემი გაკეთებული ხაჭაპური. არა, რა სამგავთ რა ხაჭაპური. ეხლა თქვენ დაისვენეთ და ჩვენ წავალთ. მე თქვენ ხო მომკალით რა, სულ გეჩქარებათ და სულ არაფერი არ გინდათ. სადაც უნდა იწავიდნენ ქალბატონო მანანა, მე პირადად ვრჩები. ხო და ძალიან კარგი, წამოდი ელენე გამომატანინე რაც მაქვს.
შენი ხა მანანა შავღვინოს უნდა სვამდე თუ ჩემ საქმეზე უნდა ფიქრობდე? შენ გონია მაგაზე არ ფიქრობ? რომელ საქმე? შენ გონია დალევამდა? უბრალოდ საქმე სჭირდება. ხო, კრეატიულად რო ვიფიქრობ რა. არა, პრინციპში რაღაცა კი მოვიფიქრე, რაღაც აზრი მაქვს, მაგრამ სერიოზულად? რა აზრი გაქვს მითხარი რა? ახლა ხორბეთ. გაჩუბად მითხარი გეხვეწ. ცოტა მიმანიშნებაით. ლევან, გეხვეწები, ახლა გამგიშტები კარგი რა. მითხარი. მოკლედ დასო ჩათვალე, რომ ანდრო ჯიბეში ყავს. სერიოზულად აბა? მართლა? არ მათქუა ლევან. ასო არ ცხენია. აი მე ანდრო. სამაგიეროდ მე ელინეს ვეტყვი რომ საუკეთესო მამა ხარ. და იმსახურებ მეორე შვილსაც. გაწყო? დაარტყი? კაი ხამოთ. კაი გოგო ხარ. შენ ისე რა. საღამოშვიდობის. იმედია თქვენ მაინც გაქვთ საფხულის 7 საღამო. ძალიან მშურს თქვენი. მაგრამ მართლა კი ამ მშურს უბრალოდ მეც მინდა სიმშვიდე. დღეს თუ კი რამ შეიძლება და უბედურება დამართნა და ყველაფერი დამემართა. ჯერ იყო და მანანას წნება მორალურად დამაგდო. ასო რო არ ყოფილიყო, არ ვიცი, გავგიჟდებოდი ალბათ. ეხა მომწერა, უკეთ არის, ცოტა ხანში დაგირეკავა. და ცოტა დამშვიდდი. მე პირდაპირ მნიშვნელობით დავეცი. უბრალოდ კი არ დავერცი, დავენარცხე. აი, ამ მეზოში ყველაზე მაღალი მსხლის სხერვა, აი იქედან ჩამოვარდი. არა და ვერ ვიტან მსხალს, ბავშვობიდან რაღაცად არ მიყვარს, მაგრამ ქვემოდან რომ შევხედე ისეთი ლამაზი იყო, ისეთი მათი საღმძვრელი, თან სანდრომაც აიჩემა, კიდე თორემ მსხალი მინდა ხეზე უნდა ავიდეო და სანდრო არავუშვი შემეშინდა, მეთქი რამე არ მოუვიდეს, თან ბნელდებოდა და მე თვითონ ავედი და ჩამოვარდი. მაგრამ მადლობა ღმერთს გადავრჩი და არაფერი სერიოზული ანჭირს არ მოვიტეხე და უბრალოდ დამტკივა. არ და მთელი დღე დავცინოდი ზაზას, ბალახზე ფეხი დადგი თუ არა იღრზე თქო და უნდა გენახათ რა საყვარელი იყო, რომ ჩამოვარდი, 100 კილით რომ მორბოდა ჩემსკენ და რა დაინახა რომ არაფერი ისეთი არ მჭირდა. აი ის დაცინვა ორმაგად გადამიხადა. ხო იცით ხა ზაზა როგორია. მაგრამ არა უშავს აღარც დაცინვა აღარ მაინტერესებს, არაფერი არ მაინტერესებს, თავარი ახლა გავიგო დედა ჩემი როგორ არის. ტასო როგორ ხართ? უნდა გაგიშალო კადრი. მიდი აბა. აი მე გაგიჟდება 1 საათის წუთი ხვდები მეთქი და ბაკას გაუმარჯოს ბაკა გაგიმარჯოს დედიკო კოცნით მიყვარხარ ჩვენც გვიყვარხარ ძალიან დედა დავთვალეთ Mm.